მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ახალი YouTube არხი შუქურა და მე მისი წამყვანი ლეონი ვარ. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ კურიერობაზე. ზოგადად რას ნიშნავს კურიერობა ყოველდღიურობაში? როგორც იცით, წინა ვიდეოებიდან დოტას თამაშობდი და ამაზე დეტალურად მაქვს ჩაწერილი ვიდეო. ჩემს ცხოვრებაში როგორც კი დოტას თავი დავანებე, მომენტალურად დავიწყე სამუშაო ძიება. დაახლოებით მაგ პერიოდში უკვე მარტოს მოწმობა მქონდა მოტოციკლეტის და დავიწყე კურიერობა. 1500 მეტი შეკვეთა მაქვს მიტანილი და ფიქრობ ეს საკმარისი რიცხვია იმისთვის, რომ მიხვდე რას ნიშნავს კურიერობა ყოველდღიურობაში. როგორც კი კურიერი გავხდი, 2 თვეში გადავედი მარტო საცხოვრებლად და საერთოდ სხვა გამოცდილებები მივიღე. პირველი პლუსი ის იყო, რომ ჩემი ხელფასი მქონდა, რაც სტრესს საერთოდ აქრობს ადამიანის ცხოვრებაში. მეორე თემა ის არის, რომ შემეძლო ჩემი ხელფასით მარტო მეცხოვრა. საუბარი არა კარგ ცხოვრებაზე, ან ბან ცხოვრებაზე, კურიერს შეუძლია დღეს მარტო იცხოვროს. თუმცა ის იმას ანიშნავს, რომ რაღაცა ჰაიპი ხელფასები აქვს, ანუ ეგ არის მითი ჩვეულებრივი რა. ჩვეულებრივ მუშაობდი, პირას ვიხდიდი, კომუნალურებს. ერთი მომენტია, მივდივარ სახლში, სკუტერი ეზოში დავაყენე, პატარა იტალიურ ეზოში ცხოვრობდი. სახლის რაღაცეები მოვაგვარე ყველაფერი და ერთ მომენტში მივხვდი, რომ ეს სახლი სადაც მე ვიყავი, რომელიც ანათებდა ღამე და თუხთუხებდა, იყო ჩემი დამსახურება. იმიტომ რომ შუქის გადასახადი, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ჩემზე იყო, ჩემ ხრებზე იყო. მარტო ვიცხოვრე დაახლოებით 2 თვე და ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ მიმხდარიყავი, რომ ძალიან ბევრი ბენეფიტი მქონდა ჩემი მშობლების სახლში და ჯობდა გადმოსულიყავი და განვითარებულიყავი. და იმ მომენტში მივხვდი, რა მაგარი იყო იმის შეგრძნება, რომ რაღაცას შენქმნი. ანუ ხო ვითომ არაფერი მუშაობ, ქირას იხდი ცხოვრობ, ვითომ ძალიან მომაბეზრებელი. და რეალურად სულ სხვა სიამოვნება აქვს, როცა შენ აკეთებ ამას. წარმომიდგენია შვილი როცა გყავს, ანუ იქ კიდე სხვანაირი განცდები გექნება საერთოდ. ყველაზე მაგარი რამეა ალბათ რა, ერთ-ერთი უმაგრესი რამე ცხოვრებაში. ანუ რასაც ადრე ვერ ხვდებოდი. ხო და რატომ ახურავს ეს კუდი ახლა რა თქმა უნდა. დღეს მინდა მოგიყვეთ კურიერული ლეგენდები. განსაკუთრებით სექსუალური დანიშნულების მქონე ისტორიები, ეროტიული ისტორიები, რომელიც ან მოხდა და ან არა. დაახლოებით 2 წელი ვიყავი კურიერი და პერიოდულად მუშაობდი რა, რამდენიმე თვე მუშაობდი, მე დავისვენებდი და ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანი ადამიანები, რომლებიც სასწაულ ისტორიებს ყვებიან რა. კაი ტიპები ყველაფერი, მაგრამ ყველა სექტორს ყავს თავისი ბრილიანტი. ერთი დღე არის მუშაობ ჩვეულებრივ, კურიერების გარკვეული ჯგუფია შეკრებილი და ვიღაცა ბაზრობს ძალიან ხმამაღლა და ტიპი რას ყვება. ანუ კაროჩე ოპჭო მაგარი ცხელია, მაგრამ თქვენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. რათა უფრო მეტი სიამოვნება იგრძნოთ ისტორიის მოსმენისას. ეს ხო იწერს. კაროჩე ტიპი ყვება ისეთ რაღაცას. კაროჩეო, კლიენტი მიდეკავსო, სათხარო, მეუთხარი ქვევით ვარო და არა მოვდივარ, იმიტომ რომ ლიფტი არ არისო რა. ანუ საუბარია მეხუთე სართულზე ასვლაზე. და ტიპი არ ჩამოვიდაო. კაროჩეო, ავედიო, დედის ტლაკი დავაფარეო და შეკვეთაც არ მივეციო და წამოვედიო რა. ანუ ოკეი, აი, მოდი უფრო მაგარი ისტორიას ვიტყვი. ისიც მოსმენილი მაქვს, არავინ არ ყოფილა იქ იმ კურიერის გარდა, მაგრამ კაი ჯანდაბას. კაროჩე, ესეთი ამბავიაო რა. თან იმინა იხოდება. დუხსია ტიპი, რომ მივდივარო, ერთი საღამოაო და იმაკ შეკვეთაო. ხო და გამოდის ერთი მაგარი ესეთი ქალიო რა. ბიჭო, იმინა შიშველიაო ტიპი. კაროჩეო, მივედიო. თან ამ მომხმარებელს გვიან გაუღია კარები რა, ეს ელოდებოდა, ხვდები? ხო და კაროჩეო, ხო დააგვიანა, ხო მივედიო. ხო გაიჩნდეს გახდილი და რაღაცა. კაროჩე მივედიო, მთელი ღამე, ნავდიო და მერეო, და შეკვეთა შეუჭამეო და რო წამოვიდი ზევიდან შენი დედასაც იქ შევეციო რა. და საღო მეთქი რა, ძმაო, შენ ხარ კაცი. ბიჭო. ანუ ოკეი, აი, გჯერა რომ მიხვედი და ეგეთ რაღაც მოხდა. ბიჭო, თუ მთელი ღამე გეფერა, რა პონჩი შეუჭამე საჭმელი? თუ საჭმელი შეუჭამე, კაი ჯანდაბას ნუ გაიყავით და რა. ბიჭო, რატო აგინე? ანუ ეს ხო ისტორია, არ ხორავინ გიმოწმებს, ანუ მართალია თუ არა, ანუ რა პონჩი იტყვები ეგრე ბანძად? აგინე, ანუ დასაჯე, ანუ რის გამო? ნუ არ ვიცი რა. ხორბაზე გაღიზიანებული რო ხარ და სასაუბრო თუ გინდა. ой, мами. აი ისტორიების გარდა, ანუ ამ მითების გარდა არსებობს კიდე სხვა მითებიც. ან კურიერის ხელფასი.
რამდენი გაქვს ხელფასი კურიერს. მოდი ჯერ გეტყვით ხალხი რას ამბობს და მე ჩემ გამოცდილებას გაგიზია. ტიპები ამბობენ რომ 5 კას ვაწერინებ ძმა. 3 და 7 ბოლო იყო. ანუ მოდი მე გეტყვით ახლა როგორ არის 500 ლარი დავაწერინე დღეში ძმა. 700 ლარს ვაწერინებ ძმა. ანუ აპარატი ხო არა 700 ლარი დავაწერინო. ცოტა ხანი be cool ვიქნები, მოდი. ცოტა ხანი cool-ს ვითამაშებ. და გავაგზელებ მე რა. ხო და კაუჩ კომპანიაში ვარ და ტიპი ბაზრობს რომ კაუჩი 20,000-იო რა. ბიჭო ისე სხვა შორის ამ ფანჯრის დაუქვა მინდოდა რა მეთქი რაღაც ჩამოვქულავ და რაღაც. მაგრამ ვაფშე აღარ ვაპირებ ამის დაგეტყოს მო. ძალიან კაია. იყოს. თან დღეში უქი რაღაც პონჩი კაი. ხო და სად ვიყავი? ხო, კურიერის ხელფასია. მე რაც ვიცი და მე რაც მინახავს, ანუ კურიერს აქვს საშუალოდ საათში 10 ლარი. შეიძლება 8 კონდეს, შეიძლება 12, შეიძლება 6, შეიძლება 14. მე არასდროს არ მინახავს, აი, ყველაზე მეტი რაც ვიშოვე ეს იყო 8 საათში ვიშოვე 105 ლარი რა. ანუ იმის იგით არ მიშოვია. მე მჯერა რომ შეიძლება არის დღეები რომ 8 საათში შეიძლება გაცილებით მეტი იშოვო, მაგრამ ეგ არის ერთეული დღეები რა. ანუ ძირითადად არ არსებობს ვერ იშოვი მაგდენს. ერთი შეკვეთა ხო არ მაქვს მიტანილი, ანუ ასობით შეკვეთა მაქვს მიტანილი და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს იყო კურიერი. ხელფასი მაგდენი არავის არ აქვს. ყველაზე მეტი, აი, რო ვთქვათ, რომ დღეში 10 საათი იმუშავე სტანდარტულად რა და 10 ლარი გაქვს საათში. შესაბამისად ერთ თვეში 3,000 ლარი გაქვს. ეს 3,000 ლარი რო დააწერინე შენ, 3,000 ლარიდან მაქსიმუმ რჩება 2,500 ლარი. კაი შემთხვევაში. ხვდები, ეგეც თუ მეორად მოპეც, რითაც დადიხარ, რამე არ გაუფრთხო. აი, სიმართლე გითხრა, რა ვიცი, მე მაგის არ მჯერა რა. ანუ არც იმ მითების არ მჯერა, რომ მივიდა ძმა მიატანე ვირი, ანუ მარაზმი, აი, რატო ყვები? თუ მოხდა კიდე შეირგე რა დგინდა მოსაყოლოდ ეგ ამბავ. ანუ ამდენი დავაწერინე ეგეთი რამე, აი, არ ვიცი. თუ მაგდენს აწერინებს, ნუ შენ გინაცვალენი. ყოჩაღი, შენი იყოს 100 ჯერ მეტი, 10,000, 100,000, ტრინცილიონი. პროსტა მე მაგის არ მჯერა რა. იმიტომ რომ მე არ მიშოვია მაგდენი. ხო, ნუ ერთ თემას გეტყვით, ანუ მე რა მქონია იმ ეროტიულ თემებზე რა მივედი მე რა მქონია მაქსიმუმ მაგას გეტყვით. ანუ ხო ის და 1500 შეკვეთა მიტანილი მაქვს, თუ ეგეთი ამბები ხდება, რა ვიცი, ანუ 100-ში ერთი ხომ უნდა მოხდეს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მივედი, ანუ ღვინომი მქონდა, 3 ისეთი ღვინო ძვირიანი და გამოაყარები რუსმა გოგომ რა. ბიჭო, მართლა კაი გოგო იყო ყველანაირად. როგორც წესი მე მომხმარებლის სახში არ ვიჭრდები, მაგრამ იქო დივანი იყო და არეული ქონდა საწოლი და ბიჭო აშკარად ნაბახუსებზე იყო, ან დასტრესილი რა ტიპი. ვაწვდი ამ ღვინოებს და ბიჭო ცდილობს დამელაპარაკოს რა. რუსი არის და აი გაკეხილი ინგლისურით ბაზრობს, რომ ალბათ გარეთ ცივა ხო? თუ რაღაც ეგეთი და მეთქი არ ცივა, შეჩვეული ვარ რა. და მივაწოდე ეს ღვინოები. ეხა ის ტიპი, რომ იმას ქნა ანუ იმენა გამწესყავს ეხა რომ ბიჭო ეგ როგორ დაგემართა ძმა ანუ იქო იმას ვიზამ ხო და იქო დაგიჭერდნენ ისეთი ძვირიანი ღვინოები მქონდა აი სულ პროჯექტს კანკალით ვასწვიდი მეთქი მოდი ეს გამომართვი ჯერ და მე ვისაუბროთ რა ესენი რომ მივაწოდე და რომ დადო იმნა ის რო გამტეხო და ალბათ რა 3-4 დღე უნდა მემუშავა ძალიან მაგრამ იმ მომენტში თავაზიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალე აი ოკეი თქვათ გამეგზელებინა ლაპარაკი რა როგორ რადგან გელაპარაკება არ ნიშნავს იმას რომ უნდა მიხვიდე და მიაფრინო იქნება უბრალოდ საუბარი უნდა და როცა მუშაობ ეგეთი განცდა არ მაქვს რომ ხო სამუშაოს მე პრობლემა არ არის მე პრობლემა არ მაქვს მაგრამ ანუ სამუშაო პროცესში მე ესე მგონებაში რომ ეს უნდა მივიტანო ხვდები და დავუდო იქ სუფთად და კოხტად არ მინდა იქ რაღაც ზედმეტი რაღაცეები რა მეორე კიდე რავი თქვა ჩავთვალოთ რომ ეგეთი ტიპი ვარ რომ შანსი არ მაძავს და რა მივედი წამო ან საჩევდივარ ან ვისთან შევდივარ ან ვინ მხვდება იქნება იმის საყვარელი მხვდება ჩემზე ძლიერი იმაში რომ გამხედყო შუაზე და იქით სიმართლე გითხრა ეგეთ რაღაცები ზოგადად აი სულ რო თავისუფალი იყოს ბიჭო იქ მე მოწოდებული ვარ რომ ფული ვიშო თან მაშინ ცხოვრობდი მარტო და ხაზინს ფული ჭირდება ძმა ბამბანერკის ფული არ